მიზანი ზოგადად სწორედ რომ მართოს. როდესაც მე საბჭოთა მე არ მოცემხარ საბჭოთა პერიოდში მე მოვეცარი ძალიან კარგად და საბჭოთა მართვაც ეს არის. რასაც გეტყვია, ის უნდა გაგეკეთებინა იმ სისტემაში ესე. შენ საკუთარ ხო და აქაც იგივე. არაფერი შეცვლა სამწუხაროდ და კიდევ ვიმეორებ, ეს არის კონკრეტული უცხების, კონკრეტულ ხელმძღვანელთა პრეტენზია. მე არ ვამბობ, რომ მთელი ხელისუფლება გვერდჩის. არანაირად კონკრეტულად კონკრეტული სამინისტროს კონკრეტული ხელმძღვანელობასთან გვაქვს პრეტენზია. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რასაც გეტყვიან და აი რა უნდა გააკეთოს გეტყვით. საქმეც ის არის, რომ მათ ჩვენი ღრმარწმენი სათავე ყველაფრისა იცით რა. სათავე ყველაფრისა არის ისე, რამდენიმე საკითხის ყოფილმა დირექტორმა თავისი პრინციპული პოზიცია დააფიქსირა და ყველაფერი შემდგომ ყველა პროცესი ამჩნევა, რომ აი ამის საწინააღმდეგო და მის დასაჯება და არა მარტო მის, არამედ ცენტრის დასაჯება და შესაბამისად ებრივია იწვიჩნება რომ აუდიტიც ყველა სხვა ასე ვთქვათ დანარჩენი ეს შეფუთვა ყველაფერი არის აი ემსახურებოდა აი ამას და საბჭოთა პერიოდში ეგ იყო მოქმედებდა პრინციპი ვინ ჩვენთან არ არის ის ჩვენი მტერია აი ეს უთხელდა სამუდამოდ და შეიცვალოს ამ ქვეყანაში და შესაბამისად ჩამოყალიბდეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის ჩემო მეგობრებო ეხლა ჩამოყალიბდეს და ჩვენი ბრძოლა სამართლიანია ვინც არ არის შეგნებულად ვიღაცის მხარის წინასწარ არ არის მაშინ ის კარგად მიხვდება ისთვის ვიბრძვით იმიტომ რომ ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში სადაც ხურები კი არ იქნებიან მოქალაქეები იქნებიან და თავის აზრს შვიდად წყნარად და ნებისმიერ ფორმაში დააფიქსირება და ამისთვის დევნას ისინი არ განიცდიან. აი ამას ვებრძვით გენაცვალე ჩვენ. ეს იყო ჩვენი საქმიანი დიდი მადლობა. აი, მე დავაყენე.